ზაფხულის თოვლი რუსეთში. წყალდიდობა თაკლამაკანის უდაბნოში. 600 გრამიანი სეტყვა ჩინეთში. გამანადგურებელი ღვარცოფი ტაჯიკეთში. შტორმი, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. როგორ განვითარდა გასული კვირის ეს და სხვა კლიმატური მოვლენები იხილეთ გამოშვებაში. ბრაზილია. გოიანიაში, ბრაზილიის გოიასის შტატის დედაქალაქში 14 ივნისის საღამოს მოხდა ისტორიული შტორმი, რაც წლის ამ დროისთვის სრულიად არატიპურია. სულ რაღაც 2 საათში ქალაქს თავს დაატყდა თავსმაწვიმა სეტყვითა და ძლიერი ქარის აფეთქებებით. გოიასის შტატის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინფორმაციის ცენტრის მონაცემებით, შარდინ-გუანაბარას რაიონში დაფიქსირდა 64 მმ ნალექი, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახდა რეგიონში დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. გადაუღებელმა წვიმებმა და სეტყვამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. წყლის მძლავრმა ნაკადებმა დატბორა ქუჩები, ერთ-ერთ მათგანზე კი კურიერის მოტოციკლი წაიღო. საუნივერსიტეტო კვარტალში ქარმა ხეები მოგლიჯა. ქალაქის მთელ რიგ რაიონებში მოსულმა სეტყვამ დააზიანა მცენარეული საფარი და ეზოები ყინულის ფენით დაფარა. 17 ივნისს პიაუის შტატში მძლავრი მიკროაფეთქება დაატყდა თავს ქალაქ პირაკურუკას. ამ მოვლენის დროს ქარის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აჭარბებდა. მოგლეჯილი იქნა 14 ხე და ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები, გადახდილია სახურავები და დაზიანებულია მინიმუმ 8 საცხოვრებელი სახლის კედლები და მაღაზიების ფასადები. წაქცეული ხეებისა და ბოძებისგან 3 ავტომობილი დაზიანდა. ტექნიკის სარემონტო ერთ-ერთ სახელოსნოში ჩამოინგრა ჭერი, რამაც შიგნით არსებული აღჭურვილობა გაანადგურა. ქარმა მოშალა სავაჭრო კარვები და ნივთები ქუჩებში მიმოფანდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ დიდი შიში და პანიკა განიცადა სპრუხმებისა და კედლებზე დარტყმების გამო, ხოლო სახლები მათი შეგრძნებით ნებისმიერ მომენტში შეიძლება დანგრეულიყო. მასშტაბური მატერიალური ზარალის მიუხედავად, დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა. ინდონეზია. 16 ივნისს დილით ინდონეზიის ცენტრალური სულავესის პროვინცია შეაჯანჯღარა მძლავრმა მიწისძვრამ, რომლის მაგნიტუდა 6.7 შეადგინა. ყველაზე ძლიერი ბიძგები იგრძნეს სიგის ოლქის პალოლოს რაიონის მცხოვრებლებმა. იქ ინტენსივობა მერკალის მოდიფიცირებული შკალით 7 ბალს მიაღწია. სტიქიამ 8500-ზე მეტი მცხოვრები დააზარალა. პარიგი მოუტონგის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტების ევაკუაცია შენობიდან დროებით განხორციელდა. ისინი, ვისაც დამოუკიდებლად სიარული შეეძლო, გარეთ გამოიყვანეს, დანარჩენები კი საკაცეებითა და ინვალიდისედლებით გადაიყვანეს. სიგის ოლქში ტორაბელოს საავადმყოფოს პაციენტები, ხირურგიული და საბავშვო განყოფილებების ჩათვლით, ასევე შენობის გარეთ და მის წინ გაშლილ საავარიო კარვებში განათავსეს. სეისმური აქტივობა მთავარი ბიძგის შემდეგაც გაგრძელდა. 19 ივნისისთვის დარეგისტრირდა 959 განმეორებითი ბიძგი, რომელთა მაგნიტუდა 5.3-მდე აღწევდა. 2300-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაზარალდა ადმინისტრაციული შენობები, სკოლების, სასტუმროების, სამედიცინო პუნქტები, ასევე მეჩეთი, ეკლესია და 2 ინდუსტრიული ტაძარი. გზებზე გაჩნდა ბზარები, ხოლო ფერდობებზე გრუნტის გადაადგილება დაიწყო. ასე მაგალითად ნოკილალაკის რაიონში, ლორედ-ლინდუს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა სულ მცირე 24 მეწყერი, ამასთან 4 ადგილას ჩამოწოლილმა გრუნტმა წყლის ნაკადები გადაკეტა. ძლიერი წვიმების დროს ასეთი ბუნებრივი ხეგობები შეიძლება გაირღვეს და მაშინ ქვემოთ წყლის, ტალახის, ქვებისა და ნამსხვრევების ნაკადები წამოვა. გაწმენდითი სამუშაოები და მძიმე ტექნიკის შეღწევა გართულებული იყო პარკის ძნელად მისადგომი ბორცვიანი რელიეფის გამო. მიწისძვრამ 3 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, 17-მა მიიღო მძიმე დაზიანება, ხოლო კიდევ 108 მსუბუქი ტრავმები. რუსეთი. ცხრამეტი ივნისიდან ტიპური საზაფხულო ტემპერატურის შემდეგ რუსეთის საბაიკალეს მხარე უჩვეულო აცივების ტყვეობაში აღმოჩნდა, რასაც თან ახლდა უხვი თოვლი. კრასნოჩიკოის რაიონის მთიან ქედებზე თოვლის საფარის სიმაღლე 15 სანტიმეტრს მიაღწია. გაოცებული ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში აქვეყნებდნენ დათოვლილ მინდვრებს, ტყეებსა და გზებს.
უხუცესების თქმით, მსგავსი სურათი მათ ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში ნახეს. ღამით ჰაერის ტემპერატურა ზოგან -3 გრადუს ცელსიუსამდე ეცემოდა, ხოლო დღისით +5 გრადუსზე მაღლა არ იწევდა. სველი თოვლის სიმძიმის გამო ხეები ტყდებოდა და ეცემოდა და გზებს კეტავდა. ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა სერიოზულად გართულდა, ზოგან კი მთლიანად შეჩერდა. ტაჯიკეთი 19 ივნისის ინტენსიური ნალექის შედეგად ხვარცოფული ნაკადები ერთდროულად ტაჯიკეთის სოგდიის ოლქის რამდენიმე ქალაქსა და რაიონში ჩამოწვა. ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა ქალაქ ხუჯანში, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, გზები, საწარმოები და ინფრასტრუქტურის ობიექტები. პენჯიკენტის რაიონში ხვარცოფული ნაკადები ერთდროულად რამდენიმე სასოფლო თემს დაატყდა თავს. შედეგად დაზიანდა 29 სახლი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიამ ასევე მოშალა სარწყავი და სასმელი წყალმომარაგების სისტემების მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ივნისი ამ რეგიონში წლის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი თვეა, ამიტომ ასეთი სიძლიერის გადაუღებელი წვიმები აქ უკიდურესად ანომალიური მოვლენაა. ჩინეთი ივნისის შუა რიცხვებში ჩინეთის სამხრეთი და ცენტრალური რაიონები ექსტრემალური გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობების სერიის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. გუანდუნის პროვინციაში ყველაზე მძიმე ვითარება 14 და 15 ივნისს შეიქმნა. დღე-ღამის განმავლობაში შანვეის ოლქის ლუფენის მაზრის რამდენიმე დაბასა და თემში 600 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა, ხოლო დაბა ბომეიში წვიმის რაოდენობა 700 მმ-ს მიაღწია. დაატბორებთან ბრძოლის წარსული გამოცდილება, რომელიც წინა წლებში ეხმარებოდათ, ამჯერად უეფექტო აღმოჩნდა. ადგილობრივი მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და დამბას გადავარა. მძლავრი ნაკადები, რომლებსაც თან სილა, ქვიშა და ნაგავი მოჰქონდა, სოფელ დაბეიში შევარდა. მცხოვრებლების თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. 1 საათში წყლის დონე 2 მეტრზე მეტით აიცია. გზები და ეზოები დაიტბორა, ზოგიერთ ადგილას სიღრმე 3 მეტრს უახლოვდებოდა. ადამიანები იძულებულნი გახდნენ თავის სახლების მეორე სართულებსა და სახურავებზე შეეფარებინათ. დაზარალდა სოფლის მეურნეობა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ბრინჯი, არაქისი, ბატატი, სიმინდი და სხვა კულტურები. ერთმა ფერმერმა თქვა, რომ მისი ფრინველების ფერმა დაიტბორა, 1000-ზე მეტი წიწილიდან მხოლოდ 2 გადარჩა. სოფელი დაბეი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩა და ფაქტობრივად კუნძულად იქცა. მაშველებს რეზინის ნავებით მუშაობაც კი უჭირდათ. წყლის ქვეშ დამალული დაბრკოლებები, არმატურა და ნაგავი ავიწროებდა სოფლის ქუჩებს და ხელს უშლიდა გადაადგილებას. ამიტომ ევაკუაციაში ადგილობრივი მეთევზეები ჩაერთნენ. ისინი იყენებდნენ პატარა ნავებსა და ბამბუკის ტივებს, რათა გადაეყვანათ მოხუცები, ბავშვები, ავადმყოფები, ასევე მიეტანათ წყალი და საკვები იმათთვის, ვინც ზედა სართულებზე ბლოკირებული რჩებოდა. 18 ივნისიდან ექსტრემალური გადაუღებელი წვიმების მომდევნო ტალღა ხუბეის პროვინციას დაატყდა თავს. ქალაქ უხანში წვიმა ღამით, ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში მოდიოდა, შახუს სადგურზე მაქსიმალურმა ინტენსივობამ საათში 70 მმ შეადგინა. ადგილობრივი მცხოვრებლები თავსხმა წვიმას სახლთან ახლოს არსებული ჩანჩქერის ხმაურს ადარებდნენ. ჩინეთის წყლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩუნცინის, გუიჯოუს, გუანსისა და გუანდუნის პროვინციების 20 მცირე და საშუალო მდინარეზე წყლის დონემ გამაფრთხილებელ ნიშნულს გადააჭარბა. გუანსის პროვინციაში ძლიერი წვიმები 15 ივნისს დაიწყო. ცალკეულ რაიონებში წყალმაგზები გადაკეტა. ხენჯოუს მაზრაში დაფიქსირდა საგზაო საფარის გამორეცხვა და ჩამონგრევა. პროვინციაში წყალდიდობების მეორე, კიდევ უფრო გამანადგურებელი ტალღა 20-21 ივნისს დაემთხვა. 21 მდინარის დონემ 24 ჰიდროპოსტზე გადააჭარბა გამაფრთხილებელ ნიშნულს. ზოგან წყალმა იქ კრიტიკულ მაჩვენებელზე 3,7 მეტრით მაღლა აიწია. ამავდროულად მდინარე ლიუძიანზე დაფიქსირდა მიმდინარე წლის პირველი ნომრირებული წყალდიდობა. ჩინეთის ჰიდროლოგიურ სისტემაში ნომერი ენიჭება მხოლოდ მნიშვნელოვან წყალმოვარდნებს, მთავარ მდინარეებსა და მსხვილ წყალსატევებს. ლიუჯოს ოლქში მდინარის გასწვრივ წყალი ქალაქის განაშენიანების დაბალ ნაკვეთებზე გამოვიდა და დაატბორა შენობები, სანაპირო გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.
შეჩერდა მდინარეზე გადაზიდვები და მცირემზომიანი გემების გასვლა. მუშაობა მთლიანად შეწყვიტა 63 საბორნე გადასასვლელმა და 95 ბორანმა. ხეჩის ოლქში საავადმყოფო სეზონში წყლის სიმაღლე მეტრ-ნახევარს მიაღწია. დაიტბორა ქირურგიული კორპუსის სარდაფი და პირველი სართული. პერსონალს გადაჰქონდა აღჭურვილობა, თიშავდა ელექტროენერგიას და ქმნიდა დროებით გასასვლელებს ადამიანების გამოსაყვანად. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეანიმაციის პაციენტები და ორსული ქალები სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. სასოფლო რაიონებში ძლიერ მაწვიმებმა მეწყერები გამოიწვია. ნანდანისა და დუნლანის მაზრებში გრუნტის ჩამოწოლამ სახლების ნგრევა და სულ მცირე 2 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. კიდევ 2-მა კი ტრავმები მიიღო. 19 ივნისიდან ხანგრძლივმა და ექსტრემალურმა ნალექებმა ხეჩის ოლქის 26,000-ზე მეტი მცხოვრები დააზარალა. ანომალიური ვითარება შეიქმნა ჩინეთის შორეულ ჩრდილო-დასავლეთში სინძიანში თაკლამაკანის უდაბნოს კიდეზე. ეს არის ჩინეთის უდიდესი უდაბნო, რომლის ფართობი დაახლოებით 330,000 კვადრატული კილომეტრია, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა ჩვეულებრივ 100 მმ-ს არ აღემატება, ხოლო ზოგან სულ რაღაც 4-5 მმ-ს შეადგენს. მაგრამ ქვეყნის ასეთ მშრალ რეგიონშიც კი მოხდა წყალდიდობები. 9 ივნისს მდინარე ტარიმზე უკვე ჩაიარა წლის პირველმა წყალმოვარდნამ, რაც მთის თოვლისა და მყინვარების ინტენსიურ დნობას უკავშირდებოდა. 20 ივნისს ხოტანის ოლქი ისტორიულ თავსხმაწვიმას შეეჯახა. დღე-ღამეში თითქმის 65 მმ ნალექი მოვიდა. ამასთან ამ მოცულობის ნახევარზე მეტი სულ რაღაც 1 საათში ჩამოვიდა და ამ ადგილისთვის სვიმის საშუალო წლიურ ნორმას გადააჭარბა. წყლის კარგად გამტარმა ქვიშიანმა გრუნტმაც კი ვერ შეძლო ამდენი წყლის შეწოვა. იგი ტალახში აირია, თურფან-ხოტანის ტრასის მონაკვეთებზე გამოვიდა, მოძრაობა დროებით შეფერხდა, მანქანები ბლოკირებული აღმოჩნდა, ხოლო თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ მღურია წყალი მთებიდან ჩანჩქერივით მოედინებოდა. 16 ივნისს ხებეის პროვინციის ჯანძიაკოვის ოლქი უძლიერესი სეტყვის შტორმის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა სუანხუას რაიონი. თითზე ჩამოსათვლელ წუთებშიც დაბნელდა, რის შემდეგაც დედამიწაზე გიგანტური სეტყვის მარცვლები წამოვიდა. ზოგიერთი მათგანი 600 გრამზე მეტს იწონიდა. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანმა თავის არეში ტრავმები მიიღო, ყინულის ნაჭრები ხრედა სახლების სახურავებს, ამტრელდა კრამიტს, რის გამოც წყალი შენობების შიგნით აღწევდა. დაზარალდა ავტომობილებიც, ბევრი მათგანი მრავალრიცხოვანი ჩაჭყრეტილობით დაიფარა, ხოლო საქარე და უკანა მინები ჩაიმსხვრა. ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა თქვა, რომ ახალი მერსედესი შტორმამდე სულ რაღაც 1 დღით ადრე იყიდა და სტიქიის მძვინვარების დროს ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. შედეგად ავტომობილზე სეტყვისგან 100 მეტი დაზიანება დარჩა. ძლიერი ზარალი განიცადა სოფლის მეურნეობამაც, განადგურდა ბოსტნეულის, ბაღჩეული კულტურებისა და ხილის ნათესები. 18 ივნისს სეტყვის შესახებ ახალი გაფრთხილების შემდეგ სუანხუას ქუჩებში შესაძლებელი იყო საბნებითა და მატრასებით გადაფარებული ათობით ავტომობილის ნახვა. მცხოვრებლები ცდილობდნენ როგორმე მაინც დაეცვათ მანქანების სტიქიის განმეორებითი დარტყმისგან. ტროპიკული შტორმი არტური. 18 ივნისს მექსიკის ყურეში ჩამოყალიბდა ტროპიკული შტორმი არტური, 2026 წლის ატლანტიკის ქარიშხლების სეზონის პირველი სახელდებული შტორმი. იმავე დღეს იგი ტეხასის ცენტრალურ სანაპიროზე გამოვიდა. სისტემაში მდგრადი ქარის სიჩქარე საათში 75 კილომეტრს აღწევდა, თუმცა მთავარ საფრთხეს არა ქარი, არამედ ნალექი წარმოადგენდა. არტურმა უზარმაზარი რაოდენობის ნალექი მოიტანა. ლუიზიანის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ სასოფლო რაიონში 48 საათში 700 მმ-ზე მეტი წვიმა მოვიდა. სპეციალისტებმა ამ მაჩვენებლებს რეგიონის მასშტაბით კატასტროფული უწოდეს. ამასთან ნალექების ინტენსივობამ ლუიზიანისა და მისისიპის ცალკეულ რაიონებში საათში 76 მმ-ს მიაღწია. ამ თავსხმაწვიმებმა მხოლოდ გააუარესა შტორმის წინა დღეებში მოსული ძლიერი წვიმების შედეგები. 15 ივნისს სულ რაღაც 1 დღე-ღამეში ტეხასის ცენტრალური ნაწილის ბევრ რაიონში 100-დან 230 მმ-მდე ნალექი მოვიდა. მოულოდნელმა წყალდიდობებმა ქალაქ უეიკოს რაიონში საშტათაშორისო 35 ავტომაგისტრალის ჩაკეტვა გამოიწვია. მრავალდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა უკან დატოვა დატბორილი გზები, მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული შენობები. 10,000-ობით სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მისისიპის შტატის ქალაქ პერკინსტონში წყლის ნაკადებს მიჰქონდა მანქანები და მობილური სახლები. მაშველებს კანოეს ნიჩბების გამოყენება მოუხდათ ავტოსახლების მინების ჩასამსხვრევად და შიგნით მყოფი ადამიანების ევაკუაციისთვის.
შტორმი ასევე შევიდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. ტურნირის დაარსების მომენტიდან 1930 წლიდან მოყოლებული პირველად მოხდა, რომ ტროპიკულმა შტორმმა პირდაპირი გავლენა მოახდინა მსოფლიო პირველობის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქზე. არტურმა იმოქმედა ამ ინდის პირობებზე ჰიუსტონში, სადაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები იმართებოდა. სტიქიის შედეგები მექსიკის ყურის სანაპიროს ფარგლებს გარეთაც შორს იგრძნობოდა. 18 ივნისის საღამოს ტორნადომ სერიოზული ზიანი მიაყენა ილინოისის შტატის ქალაქ ეფინგემის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები და კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. კომპლექსმა მინდ ამერიკა მოტორვორქსმა და ადგილობრივმა ავტომუზეუმმა კატასტროფული ზარალის შესახებ განაცხადეს. I-57 ავტომაგისტრალზე ძლიერმა ქარმა სატვირთო ბუქსირი გადააკირავა, ძღოლმა ტრავმები მიიღო. ტროპიკულმა შტორმმა არტურმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1 დაიღუპა მექსიკაში, ხოლო 3 ამერიკაში. მომხდარის მასშტაბების ცდება კლიმატური სურათის ჩვეულ ჩარჩოებს. გიგანტური სეტყვა რეკორდული თავსმაწვიმები მშრალ რაიონებში, არასეზონური თოვლი და გამანადგურებელი შტორმები მეტისმეტად ხშირდება. სწორედ ამიტომ სამეცნიერო სამყარო სულ უფრო აქტიურად სწავლობს დამატებით ფაქტორებს, რომლებსაც შეუძლიათ ბუნებრივი კატასტროფების გაძლიერება.